ეს არის Toyota Camry 2025 წლის და სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, უნდა შეგახსენოთ, რომ დაწეროთ კომენტარი, გამოიწეროთ ჩემი არხი. ამ ვიდეოშიც სოკარის პრემიუმი უნდა გავაჩუქოთ. ახლა კი Toyota Camry. ხო, ესე იგი, ეს არის Toyota Camry მე-9 თაობა. ეს თაობა უკვე იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდი ამერიკაში. ჩვენს ცენტრებში რამდენადაც შევამოწმე, იქნება ასევე არა ჰიბრიდიც, თუმცა ამერიკაში იქნება მხოლოდ ჰიბრიდები და სხვა ძრავით უკვე აღარ გამოვა. ჩვენ შემთხვევაში არის ჰიბრიდი 2.5 ატმოსფერული ძრავით და გამოიმუშავებს 225 ცხენის ძალას. და ამ თაობაში ასევე იქნება 4-ვე წამყვანიც და მას ექნება 222 ცხენის ძალა. დიდი ციფრი და დიდი სხვაობა წინა თაობებთან შედარებით არ არის, თუმცა ვნახავთ როგორი განსხვავება იქნება გზაზე, როგორი გრძნობა ეს სხვაობა. სხვა აქ არაფერია, 2.5 ატმოსფერული ძრავია, გამომდგარი, კარგი ძრავია და მეტი აქაც არაფერია სანახავი. ამიტომ დავახუროთ და ვნახოთ დანარჩენი. მინდა გითხრათ, რომ კაპოტი არის საკმაოდ მძიმე, ძალიან მძიმეა. გარეგნულად თქვენც ხედავთ როგორია, ჩემი აზრით კარგად გამოიყურება, უკეთესია ვიდრე წინა თაობა და რომ დანარჩენს ხედავთ რა, მოკლედ ეგ არის რაც არის. Camry ამერიკაში იქნება სულ 4 კომპლექტაცია, L-, S-, XS და XL. საქართველოში ოდნავ სხვანაირად არის საბაზისო კომპლექტაცია, საშუალო კომპლექტაცია, ანუ მერე მაღალი კომპლექტაცია და მერე უკვე არის პრემიუმი. თუმცა ამერიკაში ასეა S, L, XL და XS. ჩვენ შემთხვევაში არის S, რომელიც უფრო სპორტულ მხარეს არის, ანუ S და XS უფრო სპორტულია, ხოლო L და XL უფრო კომფორტულ მხარეს არის. განსხვავება დიდად არაფერია, ოდნავ შიტოქშია სხვაობა, ვიზუალური მხარეა და დაკიდების სისტემაშიც არის ოდნავ განსხვავება. S და XS დაახლოებით 20% უფრო ხისტია L-ისთან შედარებით და XL-ისთან. ასევე არის დისკებში სხვაობა. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 18-იანი დისკები, თუმცა XS-ის შემთხვევაში არის 19-იანიც, ხოლო L-ის შემთხვევაში არის 16-იანიც, ანუ განსხვავდება ძალიან დისკების ზომა. თუმცა ეს 18-იანი ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ზომაა. Camry, როგორც იცით, არის ნომერ პირველი გაყიდვადი სედანი ამერიკაში. ამ მანქანაზე ინტერესი საკმაოდ დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ არის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, კომფორტული, გამძლე, ეკონომიური, გამომდგარი და როგორც წინა თაობა, ესეც საკმაოდ გაყიდვადი იქნება ამერიკაშიც და არა მარტო ამერიკაშიც, ჩვენთანაც. ამიტომ საკმაოდ საინტერესო მანქანა. წვას რაც შეეხება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ამ მანქანაში არის 4.5 ლიტრი ქალაქში და ტრასაზე. ნახავთ ახლა გავალთ როგორ დადის ეს მანქანა, რეალურად რამდენს წვავს, თუმცა მონაცემებით საკმაოდ კარგი ციფრია. 1600 კილოგრამია ეს მანქანა, არც ძალიან ცოტა, არც ძალიან ბევრია. 4.5 ლიტრი საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. რაც შეეხება ფასს, ამერიკაში ახლის ფასი 30-40 დოლარის ფარგლებშია, ჩვენთან 27-დან დაახლოებით 35-მდე მერყეობს. ზუსტი ფასი უკვე კომპლექტაციებზეა დამოკიდებული. ხო, ჩვენ შემთხვევაში არის S, ეს HEV ანუ ნიშნავს Hybrid Electric Vehicle და ხო, სხვა უკან არაფერია, ორი მაყუჩი აქვს სტანდარტულად და სხვა აქ ისეთი არაფერია. წინა თაობასთან განსხვავებით ამ თაობაში უკვე არის ყველა წამყვანის ვარიანტები, თუმცა ჩვენ შემთხვევაში წინა წამყვანია. სრული შემთხვევაში შეგიძლიათ ამერიკიდან ჩამოიყვანოთ 4-ვე წამყვანი, რაც ძალიან კარგია ჩემი აზრით. ზამთარში უკვე კომფორტულია 4-ვე წამყვანი. უკანაც შევიხედოთ. საკმაოდ კარგი ზომის არის, ფართია. ერთი ძალიან კარგი რაღაც წვრილმანი არის ის, რომ აი მას რო ამოვწევთ, შეგვიძლია აი ესე ჩამოდოთ და უპრობლემოდ უკვე ჩავალთ აქ. სათადარიგო საბურავიც არის, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ დღესდღეობით მანქანებს ძალიან ბევრს სათადარიგო საბურავი აღარ მოყვება. ესეც უკანა მხარე, როგორც წინა თაობაში, აქაც საკმაოდ კარგი ფართია, საკმაოდ კომფორტულად ვზივარ. რაც შეეხება მასალებს, ამ შემთხვევაში ჩვენ კომპლექტაციაში ცოტა მყარი პლასმასებია უკან, უფრო მაღალ კომპლექტაციაში, რა თქმა უნდა, იქნება უკეთესი მასალებიც. აქვე არის ხელის დასადები,
თავის ჭიქის ჩასადებით, გვაქვს USB-A, USB-C და კონდიციონერი. სხვა ისეთი აქ არაფერია და რა უნდა იყოს. კარგი ზომის უკანა დასაჯდომია, საკმაოდ ნორმალური სავარძელია რა. ახლა წინ ნახოთ რაბა როგორ არის რა ხდება. ეხა ჩვენი წინა მხარე, ესე იგი ჩემი სავარძელი ელექტროა. მგზავრის არ არის ამ შემთხვევაში, თუმცა მაღალ კომპლექტაციებში უკვე არის მგზავრის სავარძელიც ელექტრო. ჩვენ შემთხვევაში სავარძლის გათბობა და გაგრილება არ გვაქვს, თუმცა ზოგადად არის კამრიზე ეგ ოფციები, არის საჭის გათბობა, თუმცა გვაქვს აქ უსადენო დამტენი, გვაქვს ასევე USB-C, USB-A, აქ არის საჭიქეები. რაც შეეხება მართვის რეჟიმებს, გვაქვს სპორტი, ნორმალი და ეკო და ასევე EV mode, ანუ ელექტრო mode, რომლითაც შეგვიძლია ავთოთ EV mode და მხოლოდ ელექტრო გახდება მანქანა, თუმცა დიდ მანძილს ვერ გავივლით და მხოლოდ პატარა მანძილებზეა ეს გამოსაყენებელი, შემდეგ უკვე ჩაირთვება ძრავი. თუმცა პატარა მანძილებზე მაგალითად მანქანის გადაყენება თუ გჭირდება, ან ჩუმად გვინდა გავიაროთ, იმ შემთხვევაში კარგი ვარიანტია. რაც შეეხება ჩვენ ეკრანს, ეკრანი არის 12.3 ინჩიანი, თუმცა არის უფრო პატარებიც, 8 ინჩიანებიც, ჩვენ შემთხვევაში, უფრო დიდი, კარგი ეკრანია, რა თქმა უნდა, CarPlay ყველა ვარიანტში არის. აქაც გვაქვს 7 ინჩიანი ეკრანი, თუმცა არის 12 ინჩიანებიც უფრო დიდი, მაგრამ რა ვიცი ხა რაც გჭირდება, ყველაფერს აქ აჩვენებს. აი დავიძრათ ახლა და ვნახოთ როგორ დადის ჩვენი Camry. რაც შეეხება კლიმატ კონტროლს, ფიზიკურად გვაქვს აქ დასაჭერად. ეს ძალიან კომფორტულია ყოველდღიურობაში. საჭე არც ძალიან რბილია, არც მძიმეა, საშუალოა უფრო და ნახოთ აბა როგორ ივლის. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ ახლა რა თქმა უნდა ხმის იზოლაცია არ არის რაღაც ლაქშერი დონეზე, თუმცა საკმაოდ კარგად არის დახშული ხმა და საკმაოდ რბილადაც დადის სავარაუდოდ. პირველი შთაბეჭდილება ეგეთია. ზოგადად ჰიბრიდებში და წინათაობის Toyota-შიც, თუნდაც Camry-შიც ძრავის ხმა ცოტა შემაწუხებელი იყო ხოლმე. ამ შემთხვევაში ახლა არ არის შემაწუხებელი და პირიქით ისე მუშაობს, რომ დიდად ხმა არ შემოდის. ეს ძალიან კარგია, ზოგადად ჰიბრიდებზე ეგ არ მიყვარს ხოლმე. ძრავის ჩართვა გამორთვა ძალიან საგრძნობია ხოლმე და ეგ ძალიან დისკომფორტია, შემაწუხებელია. ამ შემთხვევაში არ არის ეგრე. ხმა ეხა რა თქმა უნდა იგრძნობა, მაგრამ ძალიან მცირედით რა. შემაწუხებელი არ იქნება ეგ. ზოგადად რა არის Camry ხო? Camry არის საყოველდღიურო კომფორტული მანქანა, რომელიც არის გამძლე, რომელიც არის ეკონომიური, არის მარტივი შესანახი და აქ რაღაცა საშუალო დონის კომფორტი. ეს ყველაფერი ამ თაობაში უფრო გაუმჯობესდა. ჩემი აზრით უფრო ჩუმად დადის მანქანა, უფრო რბილად დადის. კომფორტს რაც შეეხება ეხა რაღაც ლაქშერი მანქანა არ არის, თუმცა ელემენტარული რაც გვჭირდება გვაქვს. CarPlay, თავისი ფუნქციონალი, კამერით, ბრმა ზონის სენსორები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არის და რაც უსაფრთხოებისთვის საჭიროა, ყველაფერი გვაქვს. ამერიკის შემთხვევაში და ჩამოყვანის შემთხვევაში მხოლოდ ჰიბრიდი იქნება 3 და 5 ძრავით და ასე 2 და 5 არა ჰიბრიდები აღარ არის. რა ვიცი, ჩემი აზრით სწორიც არის, იმიტომ რომ ძირითადად მომხმარებელი კამრისგან მოელის ეკონომიურობას სხვა პლუსებთან ერთად. დღესდღეობით ზოგადად მანქანები ან იყიდება ლაქშერი, მაღალი კლასის, ან სპორტული, ან რაღაცა off-road-ის, ან ყველა ვარიანტში უნდა იყოს ეკონომიური. თუ მანქანა არ ლაქშერია, არ სპორტულია და 10 ლიტრს და მეც წავს, იმ მანქანაზე მოთხოვნა უკვე აღარ არის დაიკლო მოთხოვნა, რაც არ უნდა გამძლე და კარგი იყოს, მაინც ადამიანს სურს საშუალო კლასის მანქანისგან ეკონომიურობა და ფაქტიც ეგ არის, რომ Camry უკვე მხოლოდ ჰიბრიდი იქნება, თანაც წვა გაუმჯობესდა. სიმძლავრე რა თქმა უნდა ძალიან მცირედით მოიმატა, 20 ცხენის ძალაა სხვაობა წინა თაობასთან შედარებით. თუმცა 20 ცხენის ძალაც არ არის ახლა ისეთი, რომ ვერ იგრძნო და საკმაოდ კარგია იმის გათვალისწინებით, რომ წვა გაუმჯობესდა,
4.5 ლიტრი და 5 არის ამ მანქანის წვა. ნუ ჩემი აზრით ამ ზომის მანქანისთვის, ასეთი მანქანისთვის საკმაოდ კარგი შედეგია Prius C, Aqua, Honda Fit, ჰიბრიდები, ამაზე მეწვავს მე მგონი, ამიტომ კარგი შედეგია ეს წვა ამ მანქანისთვის. ნუ ამის იქით უკვე სრულად ელექტრო მანქანას თუ შევიძენ სხვა ეხა ისეთი ამაზე ეკონომიური მე არაფერი მახსენდება. მხოლოდ ელექტროს თავის მინუსები აქვს, იქ დატენვა, იქ გამავლობა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია ცხოვრება, 5 წუთში ავავსებთ ბაკს და всё 500 კილომეტრი უმტკივნეულოდ ვივლით. ამ შემთხვევაში Camry-ის კონკურენტი არის, ნუ ძირითადად მაინც Honda Accord-ია, რომელიც ასევე განახლდა და საკმაოდ კარგად გამოიყურება. წვაც იმ Accord-ს დაახლოებით მე მგონი თუ არ ვცდები 5-6 ლიტრი აქვს და ისიც უკვე ძალიან ეკონომიურია და მონაცემები იმასაც კარგი აქვს, ინტერიერი იმასაც კარგი აქვს და გემოვნებაზეა დამოკიდებული რომელი უკეთესია. ვერც ეს შემთხვევაში ცუდს ვერ ვიტყვით, ვერც Camry-ის შემთხვევაში და ნუ რა თქმა უნდა ვერც Honda Accord-ის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ 18-იანი დისკებზე ვართ, ჩემი აზრით საკმაოდ რბილად დადის მანქანა, აი უსწორმასწორო გზებზე საერთოდ არ არის შემაწუხებელი. რა თქმა უნდა, საბურავების ხმა შემოდის, ეგეთი რბილი და ჩუმიც არ არის, თუმცა რაც იყო წინა თაობები Camry, იმაზე უკეთესი ნამდვილად არის. ხა რა თქმა უნდა, ჰიბრიდია, Camry-ია, თუმცა მინდა რომ მაინც დავსტარტოთ და ვნახოთ როგორი აჩქარება აქვს. 7.2 წამია, ქარხნულად ესე უწერია და ვნახოთ აბა როგორ დაისტარტება. რვამთელი 1 ცოტა მეტია ვიდრე ქარხნული, ამიტომ კიდევ ცადოთ მოდი და კიდე გავსინჯოთ იქნებ დავწეროთ 7 წამის ფარგლებში. კაი, აბა დავძრათ მეორეც და მიდი Camry 7.47, ეს უკვე კარგია. თანაც, ნუ ზვიო გვიზის ახლა აქ. ზვიო 1.80 კილო ხო ხარ? ხო, ნუ ახლა 80 კილო, ნუ ბევრი არ არის, მაგრამ რაღაც შედეგს მაინც სხვაობას აძლევს მანქანას, მინიმუმ 0.2 წამით მაინც. 7.4, 47 კარგი შედეგია, უკეთესია ვიდრე წინა თაობა, თუმცა ჩემი აზრით 7.2-ის დაწერად შეიძლება, ანუ ზუსტად ისე ავჩქარდით, როგორც უწერია. ამ შემთხვევაში თუ ზვიოს წონას გავითვალისწინებთ, ეგრე გამოდის. ცუდი არ არის. რაც მთავარია, აი იგრძნობა რა მანქანაში, რომ კარგად მიდის და გასწრებისას არანაირი პრობლემა არ არის. ერთადერთი აი დაძვრის მომენტში არის ის ოდნავი დაყოვნება, რის გამოც ჩემი აზრით უფრო კარგ შედეგს ვერ დებს მანქანა, თუმცა ეხა 7.5-იც რა ვიცი რა, კარგი მონაცემია და ვერ იტყვი რომ მკვდარია. თუ ამ წას გავითვალისწინებთ, ეს შედეგი აჩქარებაზე ძალიან კარგია. კარგია ასევე მეც რაც მომეწონა, საჭე, ანუ გრძნობ რა მანქანა სად მიდის და არ ხარ ისე რომ აი ატრიალებ საჭეს და არაფერი არ ხდება და ვერ გრძნობ მანქანა სად მიდის, წინა საბურავები რას აკეთებს. ამ შემთხვევაში ეგ არ იგრძნობა, პირიქით ხვდები სად მიდის მანქანა. აი გადასწრებისასაც არანაირი პრობლემა არ არის. იმაზე ბევრად უფრო კარგია, ვიდრე მე მოველოდი ჰიბრიდი Camry-სგან. სხვა რავი, ერთი უნდა აღვნიშნოთ ის, რომ დაბალი კომპლექტაცია, მაგრამ კარგია ის, რომ შავი ჭერი აქვს. პირადად მე არ მომწონს ეს მოთეთრო, მოკრემისფრო ჭერი, იმიტომ რომ, ნუ გარეგნულადაც არ გამოიყურება კარგად და თან ჭუჭყიანდება და რაღაც ისეთია. ამ შემთხვევაში შავია, თანაც ლუკიც გვაქვს, ესეც შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო. XL და XS არის ყველაზე მაღალი კომპლექტაციები, უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ XL უფრო კომფორტული მხარეა, უფრო რბილია შედარებით,
ხოლო XS-ი უფრო სპორტულია, გარედანაც წინა ბამპერი ერთფერში აქვს XS-ის, მაგალითად თუ წითელია, მანქანა მთლიანად წითელია წინა ბამპერი, თუ კრემისფერია, კრემისფერი, თუ ლურჯია, ლურჯი და ასე შემდეგ. წინ ბამპერებზე აქვს დამატებები და რაღაც პატარ-პატარა სხვაობები არის. რაც შეეხება აუდიო სისტემას, ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი აუდიო სისტემაა, რომელსაც ჩავრთავ ახლა და ვნახავთ როგორ ისმის, თუმცა არის JBL-იც და ის რა თქმა უნდა ბევრად უკეთესია. ჩავრთოთ ახლა ვნახოთ ეს აუდიო, არ არის JBL-ი, მაგრამ რაც არის ეგ არის. ბოლომდე აუწევ. ხო, ბოლომდე ეს მაქსიმალურზე არ უნდა აუწიო, იმიტომ რომ თავი გვეთკინა უკვე და ზოგადად მარტივად რომ განვასხვაოთ კარგი და ცუდი აუდიო, ესე იგი კარგ აუდიოზე მაქსიმუმზე რო აუწევ, არ უნდა გაწუხებდეს რა, აი თავი არ უნდა გტკიოდეს და უნდა მქონდეს ეგეთი შეგრძნება, რომ თითქოს კიდე მეტის აწევა და მეტის მოსმენა შეუძლია შენ ყურს. ამ შემთხვევაში, რა ვიცი, 32 სიქით უკვე 61-მდე აქვს თუ არ ვცდები მაქსიმუმი, 32 სიქით უკვე აი მაქსიმუმ 40-მდე და მერე უკვე ძალიან თავის ტკივილია. ამიტომ ხო რა, ცუდად არის მის ახლა, რო თქვა, რომ ძალიან შხრიალებს და რაღაც, არა, მაგრამ კარგიც არ არის. ისეთია რა, მისაღებია მოკლედ რა. თქმა უნდა, მე ჩემთვის როცა მანქანას ვყიდულობ, აუდიოს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემს Mazda-ში Bose-ის აუდიო ისეთია, რომ ეხა რა თქმა უნდა უკეთესები არის. აი Bose-ის აუდიო არის ისეთი, რომ მაქსიმუმზე აწევის შემთხვევაში თავი არ მტკივა და მგონია, რომ კიდე მეტის აწევა პრობლემა არ იქნებოდა. ამიტომ ხო, ამ შემთხვევაში ეგრე არ არის. 30 სიკით უკვე ცოტა თავის ტკივილისკენ მიდის ხმა. ხო, რა თქმა უნდა, ვარიატორია, როგორც სტანდარტული ვარიატორი ეგეთია, თუმცა აქვს ეს იმიტაციები სიჩქარის. მაგრამ ეს გადართვის დროს ზემოთ არაფერი ხდება, ჩვეულებრივად მიდის მანქანა. კარგად დადის და კარგად იწევს. ხა იმ დონეზე არ არის ჩვენ წინაზე რო გადავიღეთ TRD, წინა თაობა 3 და 5, ის ძრავი ძალიან მაგარია, ბევრად უფრო კარგად დადიოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ წვას, რომ ეს მანქანა სამჯერ უფრო ცოტა სწავს, ხო, სამჯერ უფრო ნელი არ არის, ოდნავ ნელი არის, რა თქმა უნდა, ცოტა ნელი არის იმასთან შედარებით, თუმცა ძალიანაც არა. ასე რომ მაინც პლუსია ჩემი აზრით. შვენივრად დადის. არა, ძალიან უპრობლემოა. აჩქარება არ უჭირს და არ კვდება რა მანქანა. სავარძელს რაც შეეხება, ეხლა ვერ ვიტყოდი რომ დიდად რომ ისეთია როგორც Lexus-ში გვაქვს და ძალიან რბილი და ესეთია, თუმცა ნორმალურია რა. მაინც ეკონომ კლასის მანქანა Camry არ უნდა დავაუწყდეს. თუმცა ტყავი არის საჭეზე ეგეც პლუსია. როცა მუხრუჩს ვაწვევით, აქვე წითლად ინთება და აქაც არ ვიცი ეგ რა შეგვაწყობს, მაგრამ ეგრეა რომ აქაც წითლად ინთება. ეს კი უკანა ხედვის კამერა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგად აჩვენებს. საკმაოდ კარგი ხარისხის არის, კარგად ჩანს, თანაც პარკინგზე ვართ ახლა და რა ვიცი, ჩემი აზრით კარგად აჩვენებს ყველაფერს. მანქანა გეცნობათ ალბათ. შეგვიძლია უფრო შორიდან, შეგვიძლია უფრო ახლოდან გადავიტანოთ. გარეთ კარგ განათებაზე, რა თქმა უნდა, უფრო კარგად აჩვენებს. ესე იგი, ხა დავინიშნე და ეკო რეჟიმით, სიარულით 4.3 ლიტრს წერს. ცოტა ჩადგმით და სპორტ რეჟიმით 5 და 2 მაქსიმუმ ეგრე წერს და ჩემი აზრით ძალიან მაგარი შედეგია. 4.5 რომ ვიანგარიშოთ ამ ზომის მანქანისთვის
ასეთი მანქანისთვის ძალიან კარგი შედეგია. მაგალითად თუ ელექტრომანქანას არ ფიქრობთ და ის დისკომფორტი რაც ელექტრომანქანის გამოყენებას მოსდევს არ გინდათ, ეს ალბათ ყველაზე კაი ვარიანტია თუ ეკონომიურობა არის პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ბევრი შემთხვევაში ეგ პრიორიტეტია. ასე რომ, ძალიან მაგარი შედეგია ამ ზომის მანქანისთვის, ასეთი მანქანისთვის 4.5 ლიტრი და 5-იც არის ძალიან კარგი შედეგი. ეგ არის და ეგ. ხო, მოკლედ ეგაა რა. ეს არის ჩვენი 2025-ის Camry და ჩემი აზრით კარგი მანქანაა. მისაღებია. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, რაიმე კომენტარის დაწერა ამ ვიდეოშიც, ისევე როგორც სხვა ვიდეოებშიც, სოკარის პრემიუმი უნდა გავაჩუქოთ. ეგ არის და ეგ. აბა კარგად.